სულხან საბა ორბელიანი. ძუნწი დიდოჭარი. ტექსტი ნათარგმნია ხელოვნური ინტელექტის მიერ. ერთმა დიდოჭარმა იმდენი სიმდიდრე დააგროვა, რომ დათვლილიც აღქონდა. სიბერემდე არც სვა, არც ჭამა და არც შეიმოსა. მერე თქვა ამდენი ქონება დამიდროვებია, აწი დავჯდები, მოვილხენ, გავიხარებ და ხარჯვასაც დავიწყებო. მივიდა ერთ სალაროსთან განცაცავთან, რომელიც დაკეტილი იყო და ვერ გააღო. მივიდა მეორე, მესამე სალაროსთან და ვერც ისინი გახსნა. გაბრაზდა და გინება დაიწყო. სალაროდან ხმა გამოვიდა, რომელი ხარ, კარს რომ აღებ, აქ რა გესაქმებაო. დიდოჭარმა თავისი სახელი უთხრა, ჩემია სალაროა და დახარჯვამნებავსო. შიგნიდან ისევ მოესმა, მართალია შენი იყო, მაგრამ დღემდე არც შენი ხმარე და არც ცოლშვილს მოახმარე. ახლა ესე ყველაფერი, ხურო ნაზარის არისო. იწყინა ვაჭარმა და თქვა, ისეთ საქმესა ვიზამ, ეს განძი ჩემთვისაც დაიკარგება და სხვისთვისაცო. აიღო ვალი, მოატანინა მბავალი ძელი, შიგნიდან გამოახრეტინა, განძეულით ამოავსო, პირი გადაუჭედა და მდინარეში ჩაყარა. ხურო ნაზარი თურე ბაღდადელი იყო და იქ ცხოვრობდა, სადაც ის მდინარე ჩადიოდა. დილით ის ხურო მდინარის პირას გავიდა, ნუ თუ ვინმეს ტივი მოაქვს წყალსო, ნახა, მდინარეს უამრავი ძელი მოჰქონდა უპატრონოდ. მისცა მცურავებს ფული, შეაგზავნა წყალში და გამოაზიდვინა. ყველა ძელი ხუროს სახლის წინ დააწყვეს. დიდოჭარი გაჰყვა ძელების კვალს, გავიგო ვინ არის, ვისაც ბედმა გაუღიმაო. დაინახა ხუროს სახლის წინ დაწყობილი ძელები და ხუროს კითხა, ვინ ხარო? მან უპასუხა, მე ნაზარი ხურო ვარო. დიდოჭარმა უთხრა, აიღე ერთი ძელი და სახლში შეიტანეო. როცა შეიტანეს, დიდოჭარმა ისევ უთხრა, ხელეჩო დაჰკარი ამ ძელს, შიგნით რა დევსო. დაჰკრა ნაზარმა ძელს ხელეჩო, საიდანაც ძვირფასი თვალმარგალიტი გადმოცვირდა. გაუკვირდა ხუროს და მაშინ დიდოჭარმა უთხრა, ეხლა რასაც ხედავ, ყველა ეს ძელები განძით არის სავსე, ღმერთმა მე წამართვა და შენ მოგცავ. ხურომ უთხრა, ღმერთმა შენმე მოგახმაროს, ყველაფერი წაიღეო. დიდოჭარმა არ გამოართვა არც ნახევარი და არც მეოთხედი. ხურომ კიდევ ერთი-ორჯერ თხოვა მცირედი ფული მაინც წაეღო, მაგრამ ვაჭარმა ხელი არაფერს ახლო. მაშინ ხურომ უთხრა, 2-3 პური მაინც წაიღეო. დიდოჭარი ამაზე დათანხმდა. ხურო შევიდა სახლში და ცოლს უთხრა, 3 დიდი პური გამოაცხვე და შიგნით ძვირფასი და პატიოსანი თვლები ჩადევი. იქნებ იმ კაცმა წაიღოს და ცოლშვილი მშიერი არ დაეხოცოსო. ცოლი ასეც მოიქცა, პურები გამოაცხო, შიგნით თვალმარგალიტი ჩაალაგა, ტილოში გაუხვია და ვაჭარს მისცა. წაიღო დიდოჭარმა პურები და წავიდა. გზად მიმავალმა, უდაბნოში ერთი თხის ბალნისგან გაკეთებული კარავს მიადგა, რომელშიც ერთი გლახაკი არაბი და მისი ცოლი ნახა. ცოლი ახალი ნამშობიარები იყო. სხვა მეზობლები იქედან წასულიყვნენ და ვერ გაყოლოდა. საწყლებს არც გადასაფარებელი, არც ქვეშსაგებელი, არც ჩვილის შესახვევი არ გააჩნდათ. ვაჭარმა გლახაკების დახმარება გადაწყვიტა, პურები მისცა და უთხრა, წადით ბაღდადში, ხურო ნაზართან, ეს პურები მიუძღვენით, იგი ღვთის მოშიში კაცია, აკვანს, ქვეშაგებს და სახვეველს მოგცემთო. უთხრა ეს დიდოჭარმა და თავის გზაზე წავიდა. არაბმა პურები ხუროს მიუტანა. მანაც ყველაფერი მისცა, რაც თხოვეს აკვანი, ქვეშსაგები, გადასაფარებელი და სახვევები. ხურო ნაზარი ცოლთან მივიდა და პურები მიართვა.